ქართული კალიგრაფიის კონკურსისთვის ნიმუშების მიღება დღეიდან დაიწყება. ამ თემაზე ბრიფინგი განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გამართეს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსვლელობებმა ხელნაწერთა ნიმუშებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 18 თებერვალამდე უნდა მივიდნენ. გამარჯვებულები 14 აპრილს დედაენის დღეს გამოვლინდებიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის საპრიზო ფონდისთვის 6000 ლარი გამოყო. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. Შარშენდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 100,000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ, ხოლო ჩვენ წელს გავაფართოვეთ არეალი და შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს როგორც დასრულულ სტუდენტებს, დასრულულ ადამიანებს და რაც თავარი არის, მონაწილეობას ღებულობენ საქართველოში არ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. ამ კონკურსის მიზანი გახლავთ ხელით წერის კულტურის აღორძინება. მიზანი გახლავთ ის, რომ ქართულმა კალიგრაფიამ დაიჭიროს ის ადგილი, რაც მას ეკუთვნის.